მაშ სეირნობები. რა უნდა ვიცოდეთ სეირნობებთან დაკავშირებით? როცა ვსაუბრობთ პატარა ახალშობილებზე, მე 2 ზღვარს გამოვყოფდი +25 და შესაბამისად -15-ს. ამ კონკრეტულ ტემპერატურებში მე გარეთ არ გავიდოდი, რადგან ეს ძალიან ცივია და ახალშობილისთვის სახიფათოა. უფრო დიდ ბავშვებთან ეს ციფრები შეიცვლება და ზოგ ასაკში შეიძლება -25-შიც კი სეირნობა. მაგრამ როცა ახალშობილზე ვსაუბრობ, გთხოვთ, ეს ციფრები დაიმახსოვრეთ. თუ ტანსაცმელზე ვილაპარაკებთ, რაც ყველაზე ხშირად მშობლებს აღელვებთ, გვაქვს ოქროს წესი, ერთი ფენა მეტი, ვიდრე თქვენ გაცვიათ. ანუ თუ ჩვენ მაგალითად ვაცვამთ თბილ კურკს, ბავშვსაც ზუსტად ასეთივე კურკს ჩავაცმევთ და კიდევ რაღაცას ზედ დავამატებთ. ანუ ეს არის ერთი ფენის დამატების წესი. თუ მაინც გგონიათ, რომ ბავშვს ძალიან ცივა ან ძალიან სცხელა, განსაკუთრებით თბილ ამინდში, არსებობს ორი მთავარი წერტილი, რომლითაც შეგვიძლია შევამოწმოთ სცივა თუ სცხელა ბავშვს. ხშირად მშობლები უშვებენ საბედისწერო შეცდომას, როცა ბავშვს ხელებსა და ფეხებს ეხებიან და ასეც ცდილობენ ტემპერატურის შეფასებას. სინამდვილეში ეს ყველაფერი არალეგიტიმურია და არასწორია. ორი ყველაზე მთავარი ადგილი, სადაც შეგვიძლია ბავშვის ტემპერატურის გაგება და შეფასება, არის კისრის უკან და გულმკერდზე. ამიტომ ვაცმევთ ბავშვს ისე, როგორც ამ ვიდეოში გითხარით. და დამატებით ვაკვირდებით კისრის უკან და გულმკერდზე. თუ იგრძენით, რომ ძალიან ცხელა რაღაცა მოაშორეთ, თუ იგრძენით, რომ ცოტა ცივა, მაშინ რაღაცა დაამატეთ და მორჩა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიდგომის გამოყენებით აბსოლუტურად მშვიდი მშობლები იქნებით.